ზოგადად გეტყვით, ჩემ წარმოდგენაში როგორი უნდა იყოს თბილისის მერი. ის უნდა იყოს თბილისისნაირი. კაცთმოყვარე და ტრადიციების მატარებელი. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული თვისებები უნდა კონდეს მოსმენის თვისება, ეს ზოგადად მერს, არა მარტო თბილისის მერს. კარგი ნერვული სისტემა უნდა კონდეს და უნდა იყოს პრეზენტაბელური. თბილისი ზოგადად არ არის ესეთი ჩვეულებრივი ქალაქი. თქვენ იცით, რომ ჩვენ დიდი ისტორიის მატარებლები ვართ და ყველაფრის ამის, ესე ვთქვათ, ცენტრი არის თბილისი და აქედან გამომდინარე, მას უნდა ყავდეს მერი, საიდანაც თბილისის ისტორია, თბილისის ტურიზმი უნდა დაიწყოს ამ ადამიანისგან, ამ ადამიანის ოჯახისგან. მე ვფიქრობ, რომ, რა ვიცი, დღესდღეობით ხა მე ის გელოვანი იყო ასეთი ომაქ ქალაქში არ მითხრათ, მაგრამ საყვარელის უნდა იყოს ერთ-ერთი მოქალაქე თქვა და მაღალი უნდა იყოსო და ხო მაღალიც არის და ძალიან კარგი პიროვნება არის. ჩემთვის მთავარი არის ერთი რამ, რომ მას აქვს ძალიან კარგი მოსმენის კულტურა და როდესაც რაიმეს უსმენს ის ცდილობს, რომ გააკეთოს პაუზა და ყოველთვის გაქცეს პასუხი იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც არის. და დადოს შედეგი, ეს ალბათ მნიშვნელოვანია მე. მე ვფიქრობ, რომ დადოს შედეგი. დადოს შედეგი ეს მისი ცხოვრებიდან გამომდინარეა, ჟიჟი. მოგეხსენებათ, რომ სრულიად განსხვავებული ფსიქოლოგიის მატარებლები არიან ზოგადად სპორტსმენები. და მით უმეტეს წარმატებული სპორტსმენის ფსიქოლოგია აბსოლუტურად განსხვავებულია. ეს არის ძალიან დიდი ჟინი მიზნის მისაღწევად. და სპორტსმენს არ არსებობს სპორტსმენი, ხო? რომელსაც არ უნდა ლიდერობა. მაშინ რა სპორტსმენია ის? და შესაბამისად ამ ადამიანში ამ სპორტულ ჟინთან ერთად არის პოლიტიკური ამბიცია და მე უბრალოდ იცით რა არის ახლა ვინც მიცნობს იმათმა იციან რომ ესე თვალდახუჭულა ძალიან მიჭირს ხოლმე ადამიანებზე რაღაცა თითი რამბები რომ უმღერო და არ მიყვარს მე რომ იმღერიან ისიც არ მიყვარს არათუ მე რომ უმღერო სხვას მაგრამ მე გადავხედე მის ჩანაწერებს ბავშვობის დროინდელ ინტერვიუებს და ძალიან სერიოზული ნამუშევარი აქვს მას თავის თავზე. როცა ადამიანი მოდის პოლიტიკაში და იწყებს თავის თავზე მუშაობას, აი დამერწმუნებიან ჩემი კოლეგები, ეს იმას ნიშნავს, რომ ის პატივს სცემს საზოგადოებას. ის ემზადება ამ საზოგადოებასთან შესახვედრად. ის ემზადება იმისთვის, რომ სრულფასოვანი მივიდეს მასთან. ამ ადამიანს ბევრი აქვს ნამუშევარი. და მე ამას ვაფასებ. იმას რომ მან თავის თავზე პროფესიონალური და პერსონალური ზრდა თქვენს თვალში შეიძლება ძალიან სერიოზული. მე ვფიქრობ, რომ ამ სფეროში დღესდღეობით და სხვათა შორის ქართულ ოცნებაში ძალიან ხაზგასმით მინდა ეს აღვნიშნო. პარტიაში და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის არის პარტიული კადრი, იმიტომ რომ ზოგადად ჩვენ ძალიან დიდ დეფიციტს განვიცდით პარტიული კადრების, ანუ ადამიანების, რომლებმაც იციან პარტიული დისციპლინა. ყველაზე არადემოკრატიული სტრუქტურა მოგეხსენებათ არის პარტია, სადაც არის გარკვეული დაქვემდებარების წესი, ესე ვთქვათ, და ურთიერთობების სრულიად სხვა ფორმა. და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, როდესაც ადამიანი მოდის პარტიიდან და მის უკან იქნება ძალა, რომელიც პასუხისმგებლობას მასთან ერთად გაიზიარებს. აი ეს არის ესე მოკლედ ჩემი დახასიათება. ჩვენ დავბრუნდებით, ბუნებრივია ჩვენ ესე რომ გამოვიყავთ ეს სიტყვა შეპირისპირებითი დახასიათებებითაც უნდა დავკავდოთ ახლა მერობის კანდიდატებს, თუმცა ჯერ უნდა კახიკავაძე არ შემეძლია რომ ავთქვა, მას ხავს ძალიან ლამაზი ცოლშვილი. ეს მე ჩემთვის არის ეს საიმიჯო ნაწილზე საუბრობთ როგორც აუცილებელზე როგორც ეს აუცილებელია ეს არის ტრადიცია მე რო გითხარით ის თბილისს უნდა გავდეს თქო აი ოჯახი ეს არის ის ტრადიცია რომელიც თბილისის მერს უნდა კონდეს და მას ყავს ძალიან ლამაზი ოჯახი და ის არა მარტო თვითონ არის პრეზენტაბელური ამ ქალაქისთვის არამედ მისი ცოლშვილიც ასევე პრეზენტაბელურია და ძალიან მისაღები იქნება მე ვფიქრობ ესე და ამიტომაც არის ჩემი გადაწყვეტილება ასეთი. პრინციპში არც ელენე ხოშტარიაუჩივის ოჯახს ხო თავისი 4 შვილით ლაშას მინდა ვკითხო ელენეს სიძლიერეები მისთვის რაში მდგომარეობს?